მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურებთ, იმიტომ რომ ვიცი რომ რამდენიმე ადამიანი მიყურებს და განსაკუთრებით აქედანვე ივიკოს მივესალმები, რომელიც ჩემი დიდი გულშემატკივარი არის, ესე რომ ვთქვათ და მართლა ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის აი ეს ხუთი ადამიანის აზრი და ის რომ ეგ ხუთი ადამიანი მიყურებს ძალიან მნიშვნელოვანი არის მართლა და არ ვიცი, მეც სიმართლე რომ ვთქვათ, ძალიან მომწონს რა ჩემი ვიდეოები, ანუ რადონეს ეს თვითონ გადაღების პროცესი მეზიზღება, იმიტომ რომ ეხაც ვიქრინჭები და სულ ვიქრინჭები, მაგრამ სხვათა შორის აი როგორც ყველაფერი ყოველთვის ყველაფერი რთულია იქამდე სანამ მარტივდება რა და ესეც რაღაცა დოზით მარტივდება, იმიტომ რომ ახსოვს რომ პირველად რო ეს დავიჭირე და ტელეფონი დავდე და ლაპარაკი რომ უნდა დამიწყო, მეთქე ხა რა ვშვები საერთოდ, იმიტომ რომ არ ვიცი ძალიან მეუცნაურა რა რაღაცნაირად ეს წინ რო ადამიანი გიზის თითქოს სულ სხვა არის რა და სულ სხვანაირად ელაპარაკები და თან ეს გახსნილობა ცოტა მივხვდი რომ მეკარგებოდა იმიტომ რომ რაღაც შებუჭილი ვიყავი, ცოტა დაძაბული ისეს რაღაც, მაგრამ მოკლედ როგორც ყველაფერი, ესეც ნელ-ნელა მარტივდება რა და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გამარტივდება, იმიტომ რომ ეხლა ცოტა ძალიან დაქრინჭული ვარ. ხო და აი ამის მიუხედავად ძალიან მომწონს ჩემი ვიდეოები და ანუ მე ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე მე თვითონ ვარ მოკლედ ჩემი მაყურებელი რა, ძალიან სიამოვნებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებ და ძალიან ბევრს ვილაპარაკებ, იმიტომ რომ სალაპარაკო და სათქმელი არის უამრავი მართლა. ხო, ეხლა რაც შეეხება დღევანდელ რუბრიკას. დღევანდელი რუბრიკის თემა არის თავისუფლება და გამოგონილი თავისუფლება. ანუ რეალური გულწრფელი თავისუფლება და თავისუფლება, რომელსაც ვსწავლობთ, თავისუფლება, რომელსაც რაღაც მომენტში მოდად ვაქცევთ და თავისუფლების ის მიმართულება, სადაც სინამდვილეში ყველაზე დიდ ტყუილში ვცხოვრობთ ადამიანები რა და მე ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ეს ადამიანები ვინც თავისუფლებას აფეიქებენ, ანუ ხელოვნურ თავისუფლებაში ვინც ცხოვრობენ, ეს ყველაზე საშიში არის რა ადამიანისთვის, იმიტომ რომ ყველაფრიდან გამოსვლა უფრო მარტივი არის, ვიდრე აი ამ გამოგონილი თავისუფლებიდან და რაღაცნაირად ეს არ ვიცი ეგოს კივილი არის თუ რაღაცა არ ვიცი ბოროტება გვეძახის ჩვენ თავის მიმართ პირველ რიგში რა თქმა უნდა თუ რეალურად რა ხდება. ამას ესე იდეაში ტექნიკურად მე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი არატექნიკური ცოდნით და ჩემი არატექნიკური ობზერვაციებით მოკლედ ძალიან საშიში არის რა. აი მაგალითად რომ მოვიყვანოთ, არ ვიცი, ის რომ აი დღე უნდა დავიწყოთ თურმე მადლიერებით და რა თქმა უნდა საუკეთესო არის და ეგ არის ალბათ ადეკვატური ადამიანისთვის ცხოვრების კრედო, რომ დილას ვიღვიძებდეთ და აი მართლა რომ გავიხედებით, რომ ცოცხლები ვართ, აგერ ეს ხელი აქ მაქვს ეს კბილი აქ მაქვს თმა თავზე. აი არ ვიცი ხო ყველაფერი რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აი ამ რაღაცა ვითომ პატარა რაღაცებით დაწყებული ეს უნდა გვახარებდეს და გვაბედნიერდეს, მაგრამ სამწუხაროდ ესე ვართ რა, როგორც ყველაფერს ვეჩვევით ადამიანები, ამასაც ვეჩვევით ხოლმე და რაღაცნაირად დილას რო ვიღვიძებთ, აი ძალიან მეეჭვება რომ გულწრფელად მადლიერების შეგრძნება იმ ადამიანს კონდეს, რომ ვაიმე მე ეხა ვხედავ რა, დღეს კიდევ ერთი დილა გამითენდა რა, იმიტომ რომ რეალობას რო შევხედოთ, mostly ადამიანები იღვიძებენ და აუ კიდე ერთი დღე გათენდა რა. აი უფრო ამ ხოძე ვართ, იმიტომ რომ დანგრეული არის ადამიანთა მოდგმა და არ ვიცი, ანუ მართლა ყველაზე მეტად მეხელოვნურება ის რომ დღევანდელ ცხოვრებაში, აი ელემენტარულად ჩვენ თავებს რო შევეშვათ რა და რო ვთქვათ, რომ ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის, არც ჰილინგი გვჭირდება, ისედაც ცხოვრებისეული პრობლემებიც არ გვაქვს, დაალგებული ვართ, ჩვენ ქვეყანაში რაც ხდება დღეს, მარტო იმის გათვალისწინებით, რომ აგერ მართლა ჩვენ დებს და ძმებს ცოტა უტრირებულად რომ ვთქვა 5 წელი, 6 წელი ციხეში სვავენ, ოლიგარქიაში ვცხოვრობთ, დიქტატურაში, საერთოდ რომელ თავისუფლებაზე არის ლაპარაკი, არ ვიცი, აი ძალიან რთული არის რა, რომ დღეს ამ ქვეყნის შვილი იყო და იღვიძებდა და ვაიმე რა მაგარი დღე გათენდა, აი რაღაცნაირად ამ ხოთზე ვიყოთ რა და მოკლედ მე რა მოძღვრებებსაც ვემხრობი და რასაც მიუყვები რა, ის კი არ არის რომ გამოვიგონოთ რა, აი მაგალითად დილას ავდგეთ და აი პირველი ეგ ჟურნალინგი გავაკეთოთ და აი ვიფიქროთ რომ აი მე ღმერთო, აბა რისთვის ვარ მადლიერი, და აი რაღაცები რა ტვიში უნდა დაძაბო და გაიხსენო რომ აი ის ხე რო დავინახე, მაგარი იყო და მადლობა დღეს რომ ეს ხე დავინახე, მადლობა რომ ეს დღეს თვალებიდან ვიყურებ და ასე შემდეგ. ანუ კი ბატონო, თუ ეს ყველაფერი გულიდან და სულიდან მოდის და ვიღვიძებთ და პირველი აქ შეგრძნება გვაქვს რომ ვაიმე ღმერთო, რა მაგარია ვხედავ, ვაიმე ღმერთო, რა მაგარია მე ის ხე დავინახე, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვლაპარაკობ რა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს განსაკუთრებით ახლა ინფლუენსერების მოდა რო შემოვიდა, რომ აი ჟურნალინგი და აი მადლიერება და ჟურნალინგი და მადლიერება, რავი, ანუ უნდა იყოს ეგ მადლიერების განცდა, ხო, რეალური უნდა იყოს გულიდან და სულიდან და არ ვიცი, ფეხის თითიდან თმის ღარამდე უნდა ამოდიოდეს იმისთვის, რომ
აი მართლა მადლობა რა და თქმა უნდა ეგეთი მომენტებიც არსებობს მეც არა თუ ცოტა არამედ ბევრი ეგეთი მომენტი მქონია რომ აი მიფიქრია რომ აი ამ მომენტად მართლა ყველაფერი ღირდა და აი მადლობა რა აი ბუბუს ჩემ ძაღლს რო ვუყურებ ხოლმე მართლა დილოშუა დღეს საღამოს კი არა ალბათ არ ვიტყუები რომ თქვა რომ თითქმის ყველა შეხედვაზე რომ ვუყურებ მართლა გულწრფელი მადლიერება მიჩნდება რომ აი მადლობა არ ვიცი მთლიანად სამყაროს და ამ სამყაროს შემოქმედს და არ ვიცი აი ბუბუს მშობელს და იმ ადამიანს ვისგანაც ბუბუ მოვიყვანა ყველას და ყველაფერს მადლობა რა იმიტომ რომ ბუბუ არის მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრების სირთულეებთან ერთად და ადამიანების დანგრეულობასთან ერთად ნუ ეს ყველაფერი ძალიან იშვიათი არის რა და არ ვიცი მე ესე ვფიქრობ ხა ამ თემაზე დარწმუნებული ვარ ბევრი მოსაზრება არსებობს მაგრამ ეს fake it until you make it და რაღაც ეს ფრაზები ანუ მეზიზღება მართლა რა პირიქით ანუ არ უნდა გავექცეთ არც იმას ანუ ის ბევრად უფრო მაგარი ჰილინგი არის და ის ბევრად უფრო ჭეშმარიტება არის რომ აიცი რა არის აი კი ვიცი რომ ესე ტექნიკურად მადლიერი უნდა ვიყო აგერ იმდენი რაღაც მაქვს რაც აგერ რა ვიცი ღაზაში რა ხდება ხო ანუ ელემენტარულად აი ამაზე რომ ვიფიქროთ მაგრამ ეს ყველაფერი რაღაცნაირად მაინც კიდევ ერთხელ აი გულიდან და სულიდან უნდა მოდიოდეს რა და როცა არ მოდის ეს ყველაფერი გულიდან და სულიდან მე ვფიქრობ რომ ჯობს რომ შევიგრძნოთ ის რომ არ მოდის ჯობს რომ მართლები ვიყოთ ჩვენ თავთან და მართლები ვიყოთ სამყაროსთან რომ იცი რა არის რა ვქნა აი არ მემადლიერება რა აი რომ არ მომდის ეს მადლიერება და ეგრე ხო არ არის შეკვეთით ეს მადლიერება საერთოდ ნებისმიერი ემოცია და აი ამას რომ გავითავისებთ და რომ მივხვდებით რომ აი მეც რა არის დღეს არ ვარ მადლიერი იმიტომ რომ ოკეი რა ბევრი რაღაცა ბევრზე კარგად ვარ მაგრამ რა ვიცი ბევრზე ცუდადაც ვარ და საერთოდ ისედაც ხო არავის არ ვედრებით რა ეს შედარება ხო რაღაცა ცალკე სისულელი ამბავი არის რა რატო უნდა შევედაროთ ყველას გვაქვს ჩვენი რაღაც აბსოლუტურად ინდივიდუალური უნიკალური დიდი თუ პატარა სამყარო და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი ამ ჩვენს უკიდაგანოდ ინდივიდუალურ დიდ თუ პატარა სამყაროში არ მოვიტყუოთ პირველ რიგში ჩვენი თავები რა რასაც ვუყურებ ხო აი ყველა ამით არის დაკავებული საკუთარი თავის მოტყუებით, გაქცევით და მესმის ძალიან კარგად მესმის რა, იმიტომ რომ ძალიან რთული არის დღევანდელი რეალობა, ეს არა მარტო ქვეყნის მდგომარეობის გამო რა, ქვეყნის მდგომარეობა კიდე ცალკე ამბავი არის, ხო, ისედაც ძალიან რთული მდგომარეობა ადამიანები არიან განადგურებულები. აი ელემენტარულად ესე რა ვიღოთ რა, აი რამდენი ადამიანი შეიძლება თქვენც ხართ ესეთი ადამიანი, ხო, ვინც უყურებს, შეიძლება რამდენიმე გაგახსენდეთ, რომ აი შეიძლება ყველაფერი აქ ესე ვითომ ერთი შეხედვით ყველაფერი რა, ანუ რაღაცა ოჯახი, არ ვიცი, კაი სამსახური ან კარგი ბიზნესი, კარგი შემოსავალი, მოგზაურობა ის რაღაც, მაგრამ სადღაც რაღაცა something is missing რა. სადღაც რაღაცა გვაკლია. ხო და აი ამაზე ყველაზე მარტივად პასუხის გასაცემად ვფიქრობ, რომ ეს კითხვა უნდა დავუსვათ ჩვენ თავს, რომ აი აბაზანაში რო შევდივართ, გვემღერება თუ ესე ვთქვათ. თუ გვემღერება მღერით, თუ მართლა გვემღერება რა და თუ აბაზანაში შევდივართ და გვემღერება, ესე იგი ალბათ რაღაცა სწორად ვაკეთებთ რა ცხოვრებაში, მაგრამ თუ ესეც დასწავლული ქცევა არის, იმიტომ რომ რეალობას გავექცეთ და ჩვენ თავს დავეჯეროთ, რომ არა, მაგრავარ. აქ უკვე რა თქმა უნდა პრობლემა არის რა და მე ძალიან მიყვარს ეს არ ვიცი შეიძლება ჩემამდეც ვიღაცებს აქვს შექმნილი, მაგრამ ჩემი პერსონალურად ჩემი შექმნილი სიტყვები არის, რომ ვიყოთ კარგად და ვიყოთ ცუდად და უბრალოდ ვაცადოთ საკუთარ თავებს რომ ვიყოთ, იმიტომ რომ საერთოდ ადამიანებს ძალიან უჭირთ უარყოფითი ემოციების ვალიდაცია და უარყოფითი ემოციების პატივისცემა და ვინ დააწესა მართლა ამაზე რომ ვფიქრობთ, აი ვინ დააწესა რომ ეს ემოცია უნდა ავარჩიოთ და ამას პატივი ვცეთ. მაგალითად სიხარულს და სევდა ვუგულვებელყოთ რა. ტკივილი დავიკიდოთ და სიხარულს მივაწვეთ და ასე შემდეგ და სინამდვილეში კიდე ეს ჩვენი შეუგრძნობელი ემოციები, რომელიც ყველას მრავლად გვაქვს ხოლმე. ჩვენში შემოდიან და რომ შემოდიან ჩვენი მისმაგივრად რომ შევიგრძნოთ რაღაც ესე გვერდზე ვწევთ და გავურბივართ ამას ნელ-ნელა იზრდება რა ეს ემოციები, იმიტომ რომ ის ჩვენში არის და იზრდება და ჩვენ უპრესავთ და რა ვიცი, ხან ჩანაცვლებას ვიყენებთ, ხან გაქცევას ვიყენებთ, ხან იმას, ხან ამას და რაღაცნაირად მოკლედ თუ აი ამ რაღაცებისგან გაქცევაში ვართ რა და ჩვენ რაც უფრო გავრბივართ აი ამ ჩვენი გაქცევის ხარჯზე ამას ძალა ემატება და მე უკვე რა რაღაცა დრო რო გადის უკვე ვგონია რომ ეს ისეთი საშიში არის რომ აქეთ ვაფშე ვერ გავიხედებით რა და რა ვიცი შეგვჭამს თუ გადაგვყავს თუ დაგვამარცხებს თუ არ ვიცი, რასაც ვფიქრობთ რა და
სინამდვილეში მე ამას ვამბობ ხოლმე, რომ ეს ზოგადად ეს ნეგატიური ემოციებიც და ის უფრო მეტად შიში არის, ხო? აი ამ ემოციების შიში უფრო არის, ანუ აქ კიდე იმ კონკრეტული ემოციის შეუგრძნებლობას ემატება შიში, რომელიც ზოგადად ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი ემოცია არის, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის, ძალიან ძლიერი არის, ძალიან მრავლისმომცველი არის. და ძალიან ისე აი როგორ ვთქვა ქართულად აი ესე წარმოჩნდება ხოლმე რა ძალიან ბევრგან არის მოკლედ ეს შიში და ის მიუხედავად რომ შიში ხა ხშირ შემთხვევაში ხშირში თუ ნაკლებში არ ვიცი მაგრამ არსებობს შემთხვევები სადაც შიში მართლა გვიცავს და აბსოლუტურად ჩვენი დამცველი არის იმიტომ რომ არსებობს რაღაც მე რომ მეოთხე სართულიდან არ უნდა გადავხტე და რომ მეშინია პირობითად ამის ეს ძალიან გამართლებული შიში არის ხო აი ეს შიში ამ შემთხვევაში იცავს ჩემს სიცოცხლეს მაგრამ მე რომ პირობითად არ ვიცი, ჩემს ემოციას არ უნდა ჩავხედო თვალებში და ჩემი ემოცია არ უნდა შევიგრძნო. ეს არის უკვე ჩემი ლიმიტაციას მიწესებს ეს შიში და ყველაფერი რაც ლიმიტაციას გვიწესებს, გვაკარგვინებს თავისუფლებას, ხო? გვათმობინებს უბრალოდ თავისუფლებას და აი ამ ჩვენი თავისუფლების ხარჯზე მე ეს რაღაც შიშები იზრდება და იზრდება. ხო და ამიტომ მოკლედ აი ამ ჩვენ ემოციებს რო გაურბივართ მე ეს შიში ამოდის რა უკვე რომ გგონია რომ ის ძალიან ძინო სინამდვილეში აი ეს შიში რომელიც ლიმიტაციებს აწესებს ისევე როგორც მე ესე ვამბობ ხოლმე რომ ქართული ოცნება და რუსეთი რა აი ეგეთები არიან რომ აი ვითომ ძალიან საშიშები არიან და აი ვითომ ძალიან ძლიერები არიან და ვითომ აი რაღაცა რა გადაკლაპავენ და სინამდვილეში ხო აი ერთი თვალებში ჩახედვა ჭირდებათ და ერთს რო ჩახედავ და რაღაც თვალებს რო დაუბრიალებ ანუ ესე გარბიან რა აი რაღაც ეგრი არის რა რაღაცნაირად დაალგებული და შესაბამისად რაც უფრო მეტად ჩავხედავთ გვეთკინება აუცილებლად არ ვიცი ტკივილსაც ვიგრძნობთ და ძალიან ძიმეც იქნება რა ეს ყველაფერი აი ცოტა ხნის წინ პოსტიც მედო სადაც ბევრი ჩემი ტირილიანი ფოტო დავდე ზუსტად მაგის გამო რომ ეს ჰილინგი არის ძიმი არის ანუ ხო ხვდებით ჰილინგი არის ცხოვრების მთლიანობის მიღება ანუ იმ მთლიანობის მიღება რომელსაც გავურბივართ და მარტო ნაწილობრივ ვირგებთ რა და ანუ რა თქმა უნდა რომ ეს არის ძალიან ძიმე ეს არის ძალიან რთული და როგორც ეს ბევრჯერ მithქვამს ამას ვერავინ თქვენს მაგივრად ვერ გააკეთებს სანამ თქვენთვის არ მოგინდებათ რომ მოდი მე ამ გზაზე დავტკები ვერავინ ვერ წაგიყვანთ ამ გზაზე რა შეიძლება ადამიანის სადღაც ამოციო რაღაც სინათლე დაანახო მაგრამ სინათლესთან რაღაცნაირად ვერ მიყავს ეს ადამიანი რა თვითონ უნდა კონდეს ამის სურვილი რომ მივიდეს და რა თქმა უნდა სინათლის დანახებაც ძალიან დიდი დახმარება არის მაგრამ თავარ საქმეს მოკლედ ვერავინ ვერ გააკეთებს რა ჩვენ თუ არ გვინდა იმიტომ რომ აი სადღაც აი ეს კვოტი რო არის მთელი ცხოვრება ცნობილი რო აი რაღაც ერთი გარდამტეხი წამი არსებობს სადაც ჩვენ თავი ყველა ვიცით და აი მაგერთ წამში ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას რა გავექცეთ თუ სიმართლე მივიღოთ რა თავისუფლებაში დავბრუნდე თუ ისევ გამოგონილ თავისუფლებაში ვიცხოვრო ან საერთოდ არ ვიცხოვრო თავისუფლებაში ესეც ის არის რა არსებობს რაღაც ცხოვრება სადაც შებოჭილები ვცხოვრობთ არსებობს ცხოვრება სადაც თავისუფალნი ვართ და ამ თავისუფლებას ოღონდ არის ფიქრობთ რომ ეს თავისუფლება არის მარტო სინაზე და სინათლე და სიკეთე რა არა აბსოლუტურად თავისუფლება არის აი თუნდაც ის უნარი ხა მე მაგალითად ძალიან დიდი ხანია ძალიან ძიმე სულიერ ეპიზოდებს გავდივარ რა და ახლა გუში ვფიქრობდი ამას, რომ ცხოვრებაში პირველად ვარ, აი ამდენ ხნიან, აი ამ ძიმე ცხოვრებსა მდგომარეობაში, ისე რომ არსად არ გავდივარ და ვიღებ რა და ანუ ეს ერთი შეხედვითაც და ბევრი შეხედვითაც და ჩემი შეხედვითაც ძალიან ძიმედ ვარ, ძალიან დიდი ხანია, იმიტომ რომ ძალიან ძიმე მოგზაურობებში ვარ, მოკლედ ესე რა ვთქვათ, ძალიან ბნელ მოგზაურობებში ვარ და ესეც ძალიან საჭირო არის, ხო, მაგრამ დამავიწყეთ რა. რას ვაპარაკობდი გადავედი ამ ჩემ სიბნელეში. ხო და ნუ აი ალბათ რაღაცა იმას ვამბობდი რომ მოკლედ ჩვენ ვირჩევთ რა ჩვენ უნდა ვიყოთ ხო და თავისუფლება თქო და ხო და ეხა გუშინ მივხვდი იმას რომ ცხოვრებაში პირველად ვარ ისეთ მონაკვეთს სადაც არ გავდივარ არაფრისგან და მივხვდი რომ ესეც თავისუფლება კი არა ეს ძალიან დიდი თავისუფლება არის რა როცა შეგიძლია რომ მიიღო და შეგიძლია რომ შენც ამის მიხედვით იმოქმედო იმის მხრივ რომ ძიმე არის იმიტომ რომ ვინ დააწესა რომ სიმძიმეში ეს არ უნდა ვქნათ და მხოლოდ სიმჩატეში უნდა ვქნათ და
საერთოდ ემოციების უგულველყოფა ჩვენ ასევე გვართმევს იმ დადებითი ემოციების მიღების შესაძლებლობას რა და ამიტომ ანუ რა ვიცი, აი თუნდაც ვარჯიში, ძალიან ბევრი ადამიანი ვინც ვარჯიშობს, იმას წერს, რომ სულ უნდა ივარჯიშო, ყოველდღე უნდა ივარჯიშო, დისციპლინა და რადგანაც რაღაცა კუთხით მესმის, რომ არის ალბათ რაღაც მომენტები, თუ ეს არის, რა ვიცი, სიზარმაცის დიდად არ მჯერა რა, ანუ მე მჯერა, რომ რაღაცა ენერგიების ქონა არის რაღაცების მნიშვნელოვანი და არის პერიოდები, როცა ჩვენ სხეულს მაგალითად არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ წავიდეს ივარჯიშოს. არის პერიოდები, როცა არ გვინდა ეს ჰელსი ყვება რა, ანუ არ შეგვიძლია ეს ჯანსაღად ყვება, ჯანკი მინდა, იმიტომ რომ ეს სიჯანსაღე იმას კი არ გვასწავლის, რომ სულ ჯანსაღები უნდა ვიყოთ. სიჯანსაღე იმას გვასწავლის, რომ პირველ რიგში ჩვენ თავთან ვიყოთ მართლები და მე თუ ორგანიზმი ხავს პირობითად, რომ წავიდე და ეხა ჯანკი ვჭამო, წავალ და ჯანკ შევჭამ და ისედაც როცა ჯანსაღ გზაზე ხარ, ხო, იშვიათად მოდის ეგ სურვილები რა, რაც უფრო ჯანსაღი ხარ, ყველაფერში მით უფრო ჯანსაღი ხარ და ყველაფერში მით უფრო სიჯანსაღი გეძახის, მაგრამ ეს სიჯანსაღი არ არის მარტო ეს სწორხაზოვანი გზა, რომ მარტო ამას გავუყვეთ და არ გადავუხვიოთ რა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრების მთლიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცხოვრების მთლიანობა არის ყველაფერი ერთად და არა რაღაცა კონკრეტული რა, ცხოვრების მთლიანობა არის ის, რომ ერთ დღეს გავიღვიძებთ და მართლა მადლიერები ვიქნებით და მართლა დავწერთ ჩვენ დღეში რომ მართლა მადლობა რა დღეს რომ გავიღვიძე, იმიტომ რომ აი მაწვება და გულიდან და სულიდან და დამიჯერეთ რომ აი ეს ერთი გულიდან და სულიდან წამოსული მადლიერება ალბათ იმაზე 100-1000-ში უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ყოველ დღე რომ ვფიქრობთ რომ დღეს რის გამო ვიყო მადლიერი რა აბა რის გამო ვიყო რა რაღაც სისულელებს რო ვწერთ რომელიც მე არც ჩვენ არ გვეხმარება არც სამყაროს არ ეხმარება არც რაღაცა ენერგიებს ვერ ვუშვებთ ამ მადლიერებისას ეს ყველაფერი უნდა იყოს აი რო ამბობენ რა გაუშვი მადლიერების ენერგიები ეს ხო არ არის გაუშვი ანუ ხო არ მოიგონებ ამ ემოციას კაცო ანუ შენ იმდენი უნდა გააკეთო რომ მართლა მიხვიდე მაგჭეში მადლიერებასთან რა და ამ ყველაფერს ჰილინგის გარეშე ჩვენ ვერ ვიზავთ ჩვენ ამ ყველაფერს ჰილინგის გარეშე გამორიცხული არის რა ანუ